ყოველწლიურად ანიმეების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ჩვენს გულებში მაინც თბილად რჩება ის ანიმეები, რომლებმაც ბავშვობა გაგვიხალისეს და ყოველკვირეულ სიამოვნებას გვანიჭებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ანიმე არის მრავალსერიანი ყვითელთმიანი შოუპოვარი და გულკეთილი ბიჭუნას ისტორია, რომლის სახელიც ნარუტოა. დარწმუნებული ვარ, ყოველი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდა იმ მომენტებს, როდესაც ნარუტო კურამას ძალას გამოიყენებდა და გვეჩვენებდა თუ რა შეეძლო 9 კუდა მელას, რომელიც შიშის ზარს სცემდა კონოჰას. დღეს ვისაუბრებ კურამაზე და მის მობილებზე ამ დაპირებულ 500 ლაიქიან ვიდეოში. I walk a lonely road, the only one that I have ever known. Don't know where it goes, but it's home to me and I walk alone. ბიჯუზალა უზენაეს წარმოადგენს ნარუტოს სამყაროში. არ არსებობს არსება, რომელიც შეძლებს ყველას ძალადობის დამორჩილებას. პირდაპირ ბრძოლაში ვერავინ გაუძლებს მათ გამანადგურებელ ძალას. მაგალითად, რეალობას რომ შევადაროთ, უბრალო შინობი უტოლდება რაიმე ავტომატს, მაგალითად AK-47. ნარუტოს ნაირ პერსონაჟებს ტყვიამფრქვევი ძალა აქვს. ჰაგარომოს ნაირ ღმერთებს RPG-ს, ხოლო ბიჯუებს ატომური ბომბის, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია. ბიჯუები წარმოიქმნა 10 კუდა უზენაესი ქმნილებიდან, რომელიც ჩაკრის ხის განსახიერება. 10 კუდა ძალა იმდენად დიდი იყო, რომ ჰაგარომა ოცუზუკი მის 9 სხვადასხვა არსება დაყო. ის ითვლება ბიჯუების მამად და ყოველი ბიჯუ მის სიტყვას უყმან უნდა ასრულებს. სოფლების დაარსებასთან ერთად ბიჯუები გადაექცნენ იარაღად, რომლის ქონაც ყოველ კაგეს სურდა. მათ ბეჭდავდნენ ჯინჩურიკებში, რომლებსაც მათი ძალის შესწავლა და გაკონტროლება ევალებოდათ. იყო მათი დატყვევების მცდელობებით, როდესაც აკაცუკიმ 7 ბიჯუ შეიყვანდა, მხოლოდ 8 და 9 კუდა ბიჯუები გადაურჩნენ ამას. ერთ კუდა შუკაკუ ენოტისებრი ძაღლის განსახიერება. მისი სტიქია ქვიშა, უკანასკნელი ჯინჩურიკი კიგაარა. ორ კუდა მადადაბი კატის განსახიერება. მისი სტიქია ლურჯი ცეცხლი. უკანასკნელი ჯინჩურიკი იუგიტა. სამკუდა ისობუ კუს განსახიერება. სტიქია წყალი, უკანასკნელი ჯინჩურიკი მეოთხე მიზუკაგე. 4 კუდა სონგოგო მაიმუნის განსახიერება. სტიქია ლავა, უკანასკნელი ჯინჩურიკი როშო. 5 კუდა კაკოუ, დელფინისებრი ცხენის განსახიერება. უკანასკნელი ჯინჩურიკი ჰანი. 6 კუდა საიკენი, ლოკოგინას განსახიერება. უკანასკნელი ჯინჩურიკი უტაკატა. 7 კუდა ჩოუმეი, წერის განსახიერება. უკანასკნელი ჯინჩურიკი ფუ. 8 კუდა გიუგი, ჯიხვისებრი 8 ფეხას განსახიერება. უკანასკნელი ჯინჩურიკი კილერი ბი. და ბოლოს 9 კუდა კურამა, მელას განსახიერება. უკანასკნელი ჯინჩურიკი ნარუტო. 9-ვე წარმოიქმნა 10 კუდა შინჯუდან, რომელიც ჩაკრის ხის განსახიერება. პირველი ჯინჩურიკი 6 გზის ბრძენი იყო. უკანასკნელი მადარა და ობიტა უჩიჰები. ყოველი ბიჯუ ძლიერია რაიმე განხრით, მაგრამ მათი ძალები და ჩაკრის ოდენობა განსხვავებულია. ზემოხსენებული 9 ბიჯუდან უძლიერესად ითვლება კურამა, ხოლო ყველაზე სუსტად შუკაკუ. ყველა ბიჯუ ერთად უკანასკნელ შინობთან მსოფლიო ომში ვიხილეთ, სადაც ყოველმა მათგანმა აღიარა ნარუტო და მიანდო საკუთარი ძალები. ასევე სამკუდამ შეიწირა რინი, რომელშიც უნდა ყოფილიყო ჩაბაჭდილი ისობუ. საბოლოოდ რინი თავის მეგობრის კაკაშის ხედით გარდაიცვალა, რამაც გამოიწვია სამომავლოდ ობიტოს ქმედებები და მადარას აღზევება. თუმცა რინის სიკვდილი შეიძლება ნარუტოს მოვლენები არც მომხდარიყო და არ გარდაცვლილიყო ამდენი შინობი. მიუხედავად იმისა, რომ ბიჯუები ასეთ გამანადგურებელ ძალას ფლობენ, გენძუცილი მათი დამორჩილება მაინც არის შესაძლებელი და ეს მათი სისუსტეა. სწორედ ეს სისუსტე გახდა იმის მიზეზი, რომ კურამამ კონოჰა გაანადგურა და ნარუტო ყველასთვის საძულველი პიროვნება გახდა. ვიცი, ბიჯუებზე მქონდა თემა, მაგრამ ეს ერთგვარი დამატებითი ინფორმაცია მათ შესახებ. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. ეს იყო ერენი ყოლაზმო. შეხვედრამდე ნახვამდის. აი აქ არის პატარა მოკლე ჩართვა. ვიდეოში გამოვიყენე ხმაზე რაღაც ფილტრები. მითხარით მოგწონთ თუ არა ეს ფილტრი და იქნებ ჯობს რომ აი გაუფილტრავი ხმა დავდო პირდაპირ ისეთი როგორიც ახლა გესმით. დაწერეთ კომენტარებში თქვენი პასუხი.